მომესმა თუ ნამდვილად იმაზე იყო საუბარი, რომ ამ აქციების დროს პოლიციელების მხრიდან რაღაც მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა ჟურნალისტების მიმართ, იმიტომ რომ მეუცნაურა ნამდვილად ძალიან ბევრი მირტყავდა ერთდროულად. ძალიან ბევრი. ეს მოეპრიარებოდა ყველა სახეში მირტყავდა მუშს, მუხლს, წიხლს. რომ გავახლე თვალი, მე დავინახე ფეხი, რომელიც მოხვდა სახეში. მირტყავენ ხელს, მუშტებს, სანამ გავართ, მე პატარა სკამები იყო დაგვსვეს სკამზე. სკამზეც გვირტყავენ წიხლებს, მუხლებს. როგორც იქნა რა ძლივს რომ ამოვისუნთქე, ერთ-ერთი დაიხარა და მეუბნება როგორ გძნობ თავსო ხა. მეუბნები რომ ცოტა კი ამოვისუნთქე და აი როგორც კი უპასუხე, ეგრევე სახეში დაიწყო ჩემი რტყმა რა. დავიწყე ლოცვა. ერთ-ერთმა სპეცნაზელმა ჯერ მომაყურა და ვერ მიხვდა რას ვაკეთებდი, რომ მიხვდა რომ ვლოცველობდი, შემდეგ გამეტებით დამიწყო ორმაგადცემა. თან მიყვიროდა რომ აი ქშველის, ეხა ეგ შენეს ლოცვა, ქშველის. მუქრებოდნენ დუბინკით რაღაც ღირსების აყრით. მუქარა რომ აი ხა გაგაუპატიურებ დუბინკით, დუბინკას გაგიღერებ. უწუთიანი ცემის შემდეგ მეუბნება გაზის კაფსულას შემოვაგდებ მანქანაში, დავკეტავ კარებებს და ანუ სულს ამოხდიო. ძალიან ბევრი სისხლი ვნახე იქ ნიჟარებში, სადაც ეს საპნის დასალევი, აი იყო უამრავი სისხლი, 3 ნიჟარა იყო და სულ სისხლით იყო რა, აი სულ მოფენილი და ძირს ეყარა კიდე ხელსახოცების სისხლიანი სულ. პოლიციელები იცავდნენ ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის სტაბილურობას და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და სიმშვიდეს.